ოპოზიცია გამოიფიტა, როცა გამოფიტვაზე ლაპარაკი, აქ არის საუბარი ქვეყნის შიგნით საპროტესტო მუხტის თვალსაზრისით. საპროტესტო მუხტი ოპოზიციას უკვე ჩამცხრალია. ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მოსახლეობამ პოზიცია შეიცვალა და სხვა აზარზე გადავიდა. ეგ იმას ნიშნავს, რომ პროტესტის გზით რაღაცა შედეგის მიღწევის იმედი დაკარგა ოპოზიციის ხარდამჭერებმა. პროტესტზე რა რაოდენობა ადამიანებიც გამოდიოდნენ, აღარ გამოდიან იმდენი ხალხი, იმიტომ რომ თვლიან, რომ ის პროტესტი არ იყო სათანადოდ შედეგის მომტანი. ეგ რაც შეეხება ქვეყნის შიგნით, მაგრამ ოპოზიცია გადართული არის მთლიანად საგარეო ზეწოლის ორგანიზებაზე. ანუ ოპოზიცია დადის უცხოეთში, ოპოზიცია ცდილობს, რომ ევროპიდან და ამერიკიდან მოხდეს საქართველოზე ზეწოლა და მაგ მიმართულებით არ გამოფიტულა ოპოზიცია, იმიტომ რომ ფაქტია დასავლეთი ოპოზიციას უფრო უჭერს მხარს, ვიდრე ქართულ ოცნებას და ქართულ ოცნების და დასავლეთის მოლაპარაკება ჯერ ბოლოში არ გასულა და ჯერ არ არის ჩამოყალიბებული მოლაპარაკებების შედეგები. ამიტომ დღეს რა ეტაპზეც ვიმყოფებით, დღეს არის მოლაპარაკების პროცესი. დღეს ქართული ოცნება აკეთებს ასეთ რაღაცას, რომ ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ საქართველოში მყოფი ოპოზიცია არის გამოფიტული და ხალხი მათ მხარს არ უჭერს. ამის დემონსტრირებას ახდენს. ასევე ან თავისუფლებს სანქცირებულ და ამერიკისთვის მიუღებელ მაღალჩინოსნებს, ან თავისუფლებს თანამდებობებიდან, ასევე ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ ერთ ჯგუფს ჩააბაროს, კობახიძის ჯგუფს ჩააბაროს მმართველობა და თვითონ უფრო ჭრდილში გადაინაცვლოს, რომ ჩვენ მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილის და ამერიკის საელჩოს წერილები წავიკითხეთ, სადაც ამერიკის საელჩო პირდაპირ ითხოვდა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას და იძახდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა შეხვედრაზე. თან მან საინტერესო ის იყო, რომ პრემიერ-მინისტრს დაუკავშირდა ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი და სთხოვა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის ორგანიზება და ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა. შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა განმარტა, რატო განაცხადა უარი და განმარტა ასეთნაირად, რომ ამერიკას ტყვეთყავს აყვანილი ბიძინას ფინანსები და ის აი ამ ფულით ასე ვთქვათ, აშანტაჟებს ივანიშვილს, რაც თავისთავად ცხადია ზემოქმედებას მოახდენს მის გადაწყვეტილებებზე. ამიტომ მას ურჩევნია, რომ მთავრობის გუნდი მიუშვას მოლაპარაკებებზე და მთავრობის გუნდი წამოწიოს უფრო წინა ხაზზე. ამას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი. ანუ და რატო აკეთებს მაგას ორი სიტყვით მაგას წავხსნი. საერთოდ სანქციების და შანტაჟის ენა უფრო ეფექტური არის ამერიკისთვის ბიძინასთან შანტაჟის ენით ლაპარაკი და სანქციების ენით ლაპარაკი. იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი უფრო მოწყვლადია, ბევრად უფრო მასშტაბური ბიზნესმენია, საერთაშორისო მასშტაბის ბიზნესმენია და ამერიკის მხრიდან სანქციები ბევრად უფრო მტკივნეულია ასეთი მასშტაბის ბიზნესმენისთვის. აი, ეხლა მაგალითად როგორი გუნდიც ჩამოაყალიბა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის გუნდი, ის შედგება ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც ნაკლებად არის მოწყვლადი ბიზნესის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ამერიკის სანქციები მათზე
არ აისახება ისეთი მასშტაბით, როგორიც მაგალითად ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში. ამიტომ საკითხს აყენებს ივანიშვილი ასე რომ აი თუ ლაპარაკი გინდათ საქართველოსთან დაელაპარაკეთ მთავრობას. მე რა შუაში ვარ. გადააყენა დასანქცირებული პირები, გადააყენა მიუღებელი ამერიკისთვის მიუღებელი პირები და ისეთი სხვათა შორის თავის წერილში ხაზი გაუსვა, აი კობახიძე არ არის სანქცირებული პირიო და მას დაელაპარაკეთო. ამიტომ ეს იყო ყოველთვის ქართული ოცნების გეგმა და ეს გეგმა გამოიკვეთა ქართული ოცნებისა. ანუ გეგმა აი ეს მოკლე შეჯამება რომ გავაკეთოთ იყოს ასეთი. აი ქართული ოცნება მაგალითად როცა მოსახლეობას ეუბნებოდა რომ ხმა მოგვეცით რაში ჭირდებოდა ეს ხმები და რაში ეძახდა ამ ხალხის მობილიზებას რაში აკეთებდა. ქართული ოცნება ელოდა რომ დასავლეთის მხრიდან იქნებოდა შემოტევა. მაგრამ რადგან ადმინისტრაციის ცვლილება იყო ძალიან დიდი ალბათობით მოსალოდნელი, დიდი ალბათობა იყო რომ ტრამპის ადმინისტრაცია გაიმარჯვებდა და ქართულმა ოცნებამ დააჩქარა საპროტესტო ტალღა, გამოიწვია ასე ვთქვათ. თვითონ გააკეთა ისეთი განცხადებები, რომლებიც გამოიწვევდა საპროტესტო ტალღას. შემდეგ ის საპროტესტო ტალღა როცხრებოდა მალევე დარბევებზე გადავიდა და მაქსიმალური ენერგია გამოიწვია. გამოფიტა. შემდეგ თან ეს ყველაფერი გააკეთა იმ ფონზე, რომ ნუ გეშინიათ ეს ადმინისტრაცია კი გაბრაზდა, მაგრამ ახალი ადმინისტრაცია მოდის, რომელთანაც დალაგებული ვართ და ის ჩვენსკენ არის. ეს დააჯერა მოსახლეობას. გადაიარა ასე, გადაატარა დრო და ეხლა ახალ ადმინისტრაციასთან, რომელიც მართლაც უფრო ნაკლებად არის დაინტერესებული ჩვენი რეგიონის მოვლენებით და ზოგადად ნაკლებად ჩართულია აქაურ პროცესებში მაგ ადმინისტრაციასთან ეხლა გადატვირთვას ცდილობს და ასეთი საკადრო ცვლილებებს აკეთებს იმისთვის რომ ასე ვთქვათ სუფთა ფურცლით დაიწყოს მოლაპარაკება და სხვათა შორის სუფთა ფურცელი რას გულისხმობს თავის თავში სუფთა ფურცელი გულისხმობს იმას რომ პროდასავლური ოპოზიცია არაფრის მაქნისი არ არის ქართული ოცნება აი ასე აყენებს არაფრის მაქნისი არ არის ოპოზიცია ვერ ახდენს ისეთ საპროტესტო ტალღის ორგანიზებას რომ რამე გამოიწვიოს და ქართული ოცნება სთავაზობს რომ დაანებონ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას თავი ბიძინა ივანიშვილი არაფერ შუაში არ არის საერთოდ გაიწია და აგერ ქართული ოცნება ითანამშრომლებს ყველა ამას ჩვენ ვისაუბრებთ უბრალოდ თავის მხრივ აი ამ გამოწურულ რადიკალებზეც ვისაუბროთ რა რესურსი დარჩათ მათ ობიექტურად ჩვენ დავინახეთ რომ პრაქტიკულად ჯაფარიძემ თავი დააჯერინა ხო ეხლა ამ წუთებში უკვე დადასტურებულია ეს განცხადებებიც კეთდება მაგალითად გვარამიამ გააკეთა რომ მედია დაიჭირეს ნიკა მედია რისის ტბის ასახლებთან რაღაც პოლიტიკურ ток-შოუში მონაწილეობის მისაღებად მიდიოდა გააჩერეს და გადმოიყვანეს და აკავეს. ჯერჯერობით უცნობია დაკავების საფუძველი, მაგრამ ნუ სავარაუდოდ ეს საგამოძიებო კომისია ამბებს უკავშირდება. თუმცა ნუ გვარამიამ გააკეთა ეხლა განცხადება რომ ის დაკავების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდაო, მას გირაოს გადახდის ვადა არ იყო ამოწურული ჯერ დრო ქონდა და არც სასამართლოს გამოუტანიაო გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ, ანუ სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდაო, არ ვიცი ალბათ შესაბამისი უწყება გაავრცელებს განცხადებას თუ ის საფუძველზე მოხდა მის დაკავება, მაგრამ მოდი აი მცირე დრო დავუთმოთ იმასაც, რომ აი ეს დაკავებები და თუ ეხა ჯაფარიძეს გვერდით მიუსვეს ეს მედიაც, რას აძლევს თვითონ რადიკალებს. ზრდის თუ არა ეს მათ აქტუალობას და პერსპექტივაში აძლევს თუ არა მათ ეს ყველაფერი პოლიტიკური რეაბილიტა, ანუ გამოწურულია გეთანხმები ხა და ეს არის თუ არა მათთვის შანსი რომ რაღაცა
ძალების აღდგენის წინაპირობა შეიქმნა. კი, მათ სინამდვილეში ეს დაკავებები არის ეხა საერთოდ არ არის სწორი საკითხის ისე დაყენება, რომ დაკავებებით ანუ თვითონ ოპოზიცია რაღაცა ოპოზიცია აშენდა. ეგ თლათ არ არის სწორი, იმიტომ რომ დაკავებითაც გარკვეულწილად ოცნებაც რაღაც თვალსაზრისით სათავისოდ ფუთავს მაგ დაკავებებს. მაგრამ ის უნდა გვესმოდეს, რომ ოპოზიციაში ხა ეგ კონკრეტულად ეგ მელია, ჯაფარიძე, გვარამიას გუნდი ჩვენ ვიცით, რომ არის ყველაზე მეტი ხმა ვინც აიღო ოპოზიციის ჯგუფებიდან და მათი მხრიდან არის ახლა მცდელობა ოპოზიციის ფლანგზე ასეთი ლიდერის მცდელობა მათი მხრიდან, ანუ ყველაზე მეტად რეპრესირებული, ყველაზე მეტად აქტუალური ჯგუფი რომ ისინი იყვნენ და ყველაზე მეტად რომ განსაზღვრავდნენ ციხეში მოხვედრა და რაღაც პერიოდი იქ ყოფნა და საჯერიც მოხდა, ცხადია მის აქტუალობას გაზრდის. კი, რა თქმა უნდა გაზრდის, ბევრად უფრო ძლიერ ოპოზიციად ჩამოყალიბდება, ვიდრე დანარჩენები, მაგალითად ლელოს თან შედარებით უფრო ძლიერი ოპოზიცია გახდება, იმიტომ რომ თუნდაც ვაშაძე, რომელმაც თქვა, რომ ლიდერები ახლა ციხეში არ უნდა იყვნენ, ამიტომ ვიხდი გირაოს. კი, ანუ მათთან შედარებით ისინი ახდენენ მეტ აქტუალიზებას, ანუ მთავარ როლს ირგებენ ოპოზიციის მიმართულებით. ასე რომ ეგ ერთი რასაც ის ოპოზიცია აკეთებს, თუმცა ქართული ოცნებაც მაგ დაკავებებს სათავისოდ ფუთავს. ისე არ არის, რომ ქართული ოცნების მოგონილი არ არის ეგ დაკავებები, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ შესთავაზა ისეთი ფორმატი, რომელთაც მართლაც შეეძლო იმ ოპოზიციას თავიდან აცილება. თუმცა ეგეც უნდა ითქვას, რომ თავიდან აცილების ისეთი ფორმატი შესთავაზა ქართულმა ოცნებამ, რომ ცოტა დაკნინებული გამოდიოდა ოპოზიციის მხარე, ანუ გირაუმმა გადაიხდა. ხო და ქართული ოცნება ამ ყველაფერს ფუთავს ისეთნაირად, რომ ეხლა ჩვენ ვიცით, რომ ასეთი კამპანია აქვს წამოწყებული ქართულ ოცნებას, რომ თითქოს ისინი ნაცებს ამთავრებენ ნაციონალური მოძრაობის დასასრული დასაწყისია და სწორედ აი ამ კუთხით იფუთება ეს დაკავებები, რაც ეფექტურია. მართლაც ჩვენ ვხედავთ, რომ მოსახლეობაში ეგ განწყობები საკმაოდ ეფექტურად დანერგილია. ასე რომ ორივე მხარეს აქვს თავისი რაღაცა მიდგომა მაგ მიმართულებით. თან ის რომ ეს ოპოზიცია ციხეში მიდის, ეს ასევე დასავლეთის მხრიდან მოლაპარაკების მაგიდა როცა შესულია, ეგეც უნდა გავითვალისწინოთ. ანუ ეხლა არის ეტაპი, რაზეც ჩვენ მანამდე ვილაპარაკეთ, ქართული ოცნება ცდილობს მოლაპარაკებას ამერიკასთან, ხო? მაგ დროს როცა ოპოზიცია ციხეში მიდის, ოპოზიციის წარმომადგენლები ციხეში მიდიან, ეგეც ზემოქმედებას ახდენს მოლაპარაკების მაგიდასთან, რომ ანუ ამერიკის მხრიდან ზეწოლის ბერკეტია. რომ შენ რას აკეთებ, ხო? თავის ამერიკის ხალხს ციხეში უშვებს. ამიტომ ეს არის ყველაფერი დღეს რა მოვლენებსაც უყურებთ, ჩემი აზრით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველას უნდა ესმოდეს, ეს არის მოლაპარაკების ფაზაშია გადასული ყველაფერი და ეს მოლაპარაკება საით წავა, მაგის ჭიდაობა მიმდინარეობს, ანუ ჯერ არ არის გარკვეული. როგორ დასრულდება? საკმაოდ რთულად მიმდინარეობს მოლაპარაკება, მაგრამ ეს ყველა ეს მოვლენა სწორედ ამისთვის არის გამიზნული, რომ რაც შეიძლება მოლაპარაკების მაგიდაზე უკეთესი მოცემულობა ქონდეს ქართულ ოცნებას თავის მხრივ
და ამერიკას თავის მხრივ